ძლიერი პარტნიორული ეკოსისტემის შექმნა და ადამიანზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა. ბიზნესში დღეს წარმატება მხოლოდ კარგ პროდუქტსა და მომსახურებაზე აღარ გადის. ხშირად გადამწყვეტი სწორედ კავშირები, პარტნიორები და ურთიერთობებია. ამიტომაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება B2B მიმართულება, რომელიც კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს და ქმნის გამოცდილების გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის სივრცეს. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის B2B კომუნიკაცია ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი, რა მოაქვს მსგავს ღონისძიებებს კომპანიებისთვის და როგორ ვითარდება ეს მიმართულება საქართველოში. ჩვენი სტუმარია კომპანია BNS საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ჯულიანა ცხადაშვილი. ჯულიანა, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ჯულიანა, თანამედროვე ცვალებად სამყაროში ბუნებრივია იცვლება ბიზნესის მართვის კულტურაც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სწორედ B2B, როგორც ვახსენეთ და სწორედ ბიზნესისთვის მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ახლა ყურადღება. დღეს უკვე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ცვალებად ბიზნეს გარემოში აღარ არის წარმატების ინდიკატორი მხოლოდ ის პროდუქტი, რაც იყიდება, ფინანსური რესურსი თუ სერვისი, რასაც კომპანიები უწევენ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის სწორედ პროფესიული კავშირები, პარტნიორობები და ურთიერთობები. სწორედ ამიტომ რეალურად დღეს ნეტვორკინგი გახლდათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ბიზნესის კულტურაში, ასე რომ ვთქვათ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით და მნიშვნელობით რა არის ზოგადად ნეტვორკინგი? ნეტვორკინგი ეს არის პროფესიული კავშირების დამყარებისაკენ მიზანმიმართული ქმედება, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და პარტნიორობაზე. საზოგადოებაში არის გაურკვევლობა ჩემი აზრით, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს არის ცალსახად გაყიდვები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის, ეს არ არის მხოლოდ გაყიდვები, ეს არის გრძელვადიანი კავშირების შექმნა კომპანიებს შორის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნეტვორკინგი B2B მიმართულებით იმიტომ არის, რომ როდესაც კომპანიას თავაზობს გარკვეულ მომსახურებებს, ეს დროში განგრძობადი პროცესია და გაცილებით რთული, ვიდრე მაგალითად B2C მიმართულებით. შესაბამისად, სწორედ მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარიგებების უმეტესობა კომპანიებს შორის იდება სწორედ რეკომენდაციებისა და პროფესიული კავშირების საფუძველზე. სწორედ ამისთვის იქმნება სხვადასხვა პროექტები, რომელიც ბიზნესებს აცნობს ერთმანეთს, ისინი უზიარებენ გამოცდილებებს, რაც არის უმნიშვნელოვანესი სექტორის განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამაც მაქსიმალური ბენეფიტი უნდა მიიღოს და იყვნენ პრეზენტაბელურები და ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენონ ამ მიმართულებით, რადგან ის საბოლოო ჯამში ყოველთვის ყველას წინ დახვდებათ, ესე რომ ვთქვა და დიდ სარგებელს მოუტანს. კი ბატონო, და სწორედ ამისთვის ახალი განსხვავებული პლატფორმა უკვე არსებობს ჩვენს რეალობაში, საქართველოში. უკვე გაიმართა მესამე Benefit Talks-ი, ხომ ესეა და ყოველ სამთვეში ერთხელ ციკლური ხასიათი ექნება. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა არის, რა იდეას ეფუძნება Benefit Talks-ი და რა არის უკვე შედეგები, რაც ვთქვათ აი ამ სამი შეხვედრის შედეგად სახეზე. კი ბატონო, სანამ Benefit Talks-ზე საუბარს დავიწყებ, ალბათ უფრო სწორი იქნება Benefit Magazine-ზე დავიწყო, რადგან ეს ერთი პროექტია და ყველაფერი ბეჭდური მედიით დაიწყო. ეს არის პრემიუმ ჟურნალი, რომელიც სადაც არის განთავსებული უახლესი ინფორმაციები, ისტორიები ბიზნესის წამყვანი კომპანიების შესახებ. ჩვენ ვაცნობთ საზოგადოებას, ადამიანებს, იდეებს, ბრენდებს, რომლებიც ქმნიან დღეს თანამედროვე ბიზნეს გარემოს და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სექტორის განვითარებაში. ზოგადად ბენე გამოირჩევა ნდობის მაღალი გარანტიით და შესაბამისად ჩვენს მაქსიმალური სიფრთხილით ვცდილობთ თითოეულ პარტნიორობას, ვირჩევთ თითოეულ პარტნიორებს, ესე რომ ვთქვათ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჟურნალი, ეს არის რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით, ფაქტობრივად ბიზნესის ყველა სფეროს ვაერთიანებთ. Benefit Magazine-ის შემდგომი გაგრძელება იყო უკვე ჩვენი ციფრული მიმართულება, სადაც ასევე ვინტეგრირდებით ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან და ამ ყველაფერმა უკვე ეს ყველაფერი გაერთიანდა Benefit Talks-ში, რომელიც მასპინძლობს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. ღონისძიება ორი ნაწილად იყოფა, ეს არის ოფიციალური და არაოფიციალური ნაწილი. ოფიციალურ ნაწილზე ჩვენი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ იმ სარგებელზე, რა სარგებელსაც აკეთებს ბიზნესების სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის ეკოლოგიური, სოციალური, კორპორატიული და ვფიქრობ, როგორც აღარ აღნიშნე, კომპანიების რეპუტაციასა და ზოგადად პასუხისმგებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს თემა არის ის, რითი ძალიან კარგად
ხდება ამ თუ იმ კომპანიის ლუსტრაცია, ასე რომ ვთქვათ და მისი პასუხისმგებლობებისა თუ შინაარსის პრეზენტაცია ნებისმიერი კომპანიისთვის. კი ბატონო და ალბათ წარმატებული მაგალითი არის სხვა კომპანიისთვის თუ თუნდაც დამწყებისთვის ან უკვე ვთქვათ ტრადიციული ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი მათი შემდგომი ქმედებებისთვის. გასაკვირველია, ნამდვილად ასეა, როდესაც ოფიციალური ნაწილი, შემდეგ TOX-ის, შემდეგ უკვე არაოფიციალური ნაწილი იწყება, რომელიც უშუალოდ ნეტვორკინგი იმართება მოკლედ ჩვენს სტუმრებს შორის. მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ეს მიმართულება განვითარების ეტაპზე არის. საქართველოში ზოგადად ბიზნესები ნაცნობობის პრინციპით იქმნებოდა ადრე და როდესაც კრიტერიუმებით თქვათ კომპეტენციის საფუძველზე არ კომპლექტდებოდა ესე თუ ის ბიზნეს წრე, მეგობრები, ახლობლები და ასე შემდეგ და ესე რომ თქვათ შეკრული სოციუმი წარმოადგინა ამ ყველაფერმა და დახურული ბიზნეს გარემო და რეალურად ჩვენი საზოგადოებისთვის გარკვეულ დისკომფორტთან ასოცირდება ახალი კადრების გაცნობა, მიღება კადრებში გულისხმობ კომპანიებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მიმართულება მე ვფიქრობ გვაქვს გასაუმჯობესებელი, უნდა გავიაზროთ რომ შეიცვალა ბიზნესი, კონკურენცია ძალიან გაიზარდა და ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ის კრიტერიუმები, რაც სჭირდება თითოეულ კომპანიას რომ განვითარდეს და თავის მაქსიმუმი გააკეთონ ესე რომ ვთქვათ. როგორია კომპანიების უკავშირი ამ შეხვედრების შემდეგ და ასევე რამდენად მოწყვლადები გახდნენ ისინი, განსაკუთრებით ტრადიციული ბიზნესები არის საინტერესო დასაწყისიდან დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ძალიან დიდი პერიოდი შესაფასებლად, საინტერესოა როგორია მათი დამოკიდებულება და თუნდაც დასწრების და ჩართულობის მაჩვენებელი რას აჩვენებს. რეალურად ყოველთვის მაღალი არის მოთხოვნა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაბამისად ეს საფუძვლიანებს აჩენს იმისა, რომ მაყოფილები არიან კომპანიები მსგავსი პროექტებით, რაც რეალურად ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ისეთი ერთგული პარტნიორები, რომლებიც თქვათ ამ პლატფორმის შექმნის დღიდან თითქმის უკვე 2 წელია ჩვენს გვერდით არიან და ეს იმის მანიშნებელია სწორედ რომ ისინი იღებენ ჩვენგან იმ სარგებელს, რა სარგებელსაც გასცემს მსგავსი პროექტები. ჯულიანა, საინტერესოა ძირითადად რომელი სფეროები, რა ტიპის კომპანიები იღებენ მონაწილეობას? ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის, რომ ბიზნესის თითქმის ყველა სფეროსთან პარტნიორობთ, არ გვაქვს ამ მხრივ შეზღუდვა და თქვათ ლოგისტიკა, დეველოპმენტი, დიზაინი, არქიტექტურა აბსოლუტურად ყველაფერს ვაერთიანებთ და ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია და ესე რომ ვთქვათ მნიშვნელოვანი ჩვენი სტუმრებისთვის. რადგან ზუსტად არიციან თქვათ კომპანიის ბიზნესის რომელი წარმომადგენლები და სექტორები იქნებიან იქ. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ ახალია ეს მიმართულება და ახლა ვითარდება. ბუნებრივია, ყველა სიახლეს ახლავს გამოწვევები. ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი იდენტიფიცირებული მწვავე რა არის ამ ეტაპისთვის? რეალურად ალბათ ისევ თვით პრეზენტაცია, თვით გაცნობა, როგორც უკვე აღნიშნე, დისკომფორტი არის გარკვეულწილად ამ მიმართულებით. ევროპის და ამერიკის მაგალითებს თუ ავიღებთ, ამერიკაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ფაქტობრივად ფინანსური სტრატეგიები, თითქმის იგივე სიმაღლეზე დგას ბიზნეს ნეტვორკინგი და პროფესიული კავშირები ამერიკაში და ამერიკულ ბიზნესში, როგორც ფინანსური სტრატეგიების შემუშავება მაგალითად. და ამბობენ, რომ შენი ქსელი შენი კაპიტალია და ძალიან მარტივად და მოქნილად ზრდიან თავიანთ კაპიტალს ბიზნესის განვითარებისთვის. ევროპა ამ მხრივ უფრო გრძელვადიან პროცესებში გრძელდება ევროპაში ზოგადად პროფესიული კავშირების დამყარება, რადგან ისინი მხოლოდ კომერციული კუთხით არ არიან დაინტერესებული, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეპუტაციას, რეკომენდაციებს, ღირებულებებს, კომპანიის სტაბილურობას და ესე რომ ვთქვათ, დროში გაგრძობადია, მაგრამ შემდგომ უკვე უფრო სტაბილური და გრძელვადიანი პარტნიორობები აქვთ კომპანიებს ერთმანეთთან. და რეალურად თვით პრეზენტაცია რაც აღნიშნე, ეს ძალიან დასაფასებელი უნარია, ესე რომ ვთქვათ, ევროპაშიც, ამერიკაშიც და იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც მაქსიმალურად ახალ თაობაში ნაკლებად არის ეს პრობლემა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე ყველა ძალიან ისე ჩართული იქნება ნეტვორკში და მთავარი იყვნენ თავდაჯერებულები, ესე ვფიქრობ და იცოდნენ ზუსტად რა უნდათ, რომელი კომპანიიდან რა მიიღონ ან რა გასცენ, რადგან როდესაც სტრატეგიებს
სწორად დაალაგებენ აუცილებლად მიიღებენ შედეგს. საუბრობთ საერთაშორისო გამოცდილებაზე. საინტერესოა რა ვითარებაა რეგიონში და ასევე არაერთი მიმართულებით საქართველოს რეგიონულ ჰაბად აღიქმება ხოლმე. თუნდაც აი შეხვედრების ნაწილში, ჩართულობის ნაწილში და ასევე მასშტაბების მიმართულებით თუ იგეგმება, ვთქვათ, აი რეგიონის ქვეყნებიდან მაგალითად ჩართვა კომპანიებში. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული აქტივობები ამ მიმართულებითაც, მაგალითად ლოგისტიკის კუთხით, რადგან როგორც იცით, ლოგისტიკა არის ის მიმართულება, რაც საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს ჩვენს ქვეყანაში და ნამდვილად გვაქვს ამბიცია რომ ვიყოთ ჰაბი. შესაბამისად, გვინდა ჩვენს აღმოსავლეთში არსებულ პარტნიორებთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად გავაკეთოთ მსგავსი networking event. და რომ ვისაუბროთ უკვე ლოკალურად საქართველოში, დედაქალაქში ტარდება ეს შეხვედრები. საინტერესოა სხვადასხვა რაიონიდან თუ არიან წარმომადგენლები, ბიზნესები, ჩართულობა როგორია და ასევე თქვათ აი რამდენად ხდება მათი ინფორმირება, მოწვევა, დაინტერესება იმისათვის, რომ იყვნენ მეტად ჩართულები და ასევე საინტერესოა ძირითადად აქცენტი კეთდება აქ გიგანტ დიდ კომპანიებზე თუ მცირე და საშუალო კომპანიებიც არიან ხოლმე წარმოდგენილი. კი ბატონო, რასაკვირველია, მთავარი არის ვფიქრობ ის პრემიუმ ხარისხი და ხარისხი იყოს მის როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გარეკომენდებული, ესე რომ ვთქვათ, თუმცა არ არის აუცილებელი იყოს გიგანტი, ჩვენ საშუალო და მცირე ბიზნესებთანაც პარტნიორობთ და თანამშრომლობთ და რეალურად დღეს ბაზარი ისე გაიზარდა B2B მიმართულებას, სწორედ საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კლასიკური მარკეტინგი აღარ არის საკმარისი მათთვის და რეალურად სწორედ ეს პროფესიული კავშირები და კონტაქტები გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე ვთქვათ მარკეტინგული აქტივობები. ამიტომ თანამშრომლობთ, რეგიონებთანაც თანამშრომლობთ, ქუთაისის წარმომადგენლებთან, ბათუმის და ასე შემდეგ, რეალურად ყველაზე დიდი რეგიონების და ქალაქების წარმომადგენლებთანაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. კი ბატონო, ძლიერი კომუნიკაცია, სწრაფი ადაპტაცია არის როგორც აღნიშნეთ დასაწყისში ცვალებად სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი. კონკურენცია არის ძალიან დიდი ასევე როგორი იქნება თქვენი რჩევა, რეკომენდაცია, ჩართულობისკენ მოწოდება კომპანიებისთვის, აი ვულეტებათ რომ ჩამოვაყალიბოთ მაგალითად რა სარგებელს იღებენ ისინი benefit talks-ში მონაწილეობისას. ნებისმიერი მსგავსი პროექტებში მონაწილეობით კომპანიები იღებენ სწორედ იმ სარგებელს, რა სარგებელსაც ვსაუბრობდი, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ზოგადად ის სოციუმი, რა სოციუმში ვწვრიალებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი ჩვენი კარიერული წინსვლისთვის და სწორედ ამ აქტივს ვპირდებით ჩვენს თითოეულ პარტნიორს, ჩვენს თითოეულ სტუმარს და სწორედ ამიტომ არის ყოველთვის მაღალი მოთხოვნა ჩვენს პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. და როგორ უნდა მოგმართოთ დაინტერესებულმა კომპანიამ, თქვათ, როგორ ხდება ჩართულობა, ეს არის გარკვეულ, თქვათ, ფინანსებთან დაკავშირებული თუ? რასაკვირველია, ეს არის დაკავშირებული გარკვეულ გარიგებებთან, ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად Benefit Magazine-ს პლატფორმასთან ხდება დაკავშირება და გუნდთან, ესე რომ ვთქვათ, და შემდგომ უკვე შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა, როგორ შეიძლება საინტერესოდ იყოს ჩართულობა, როგორც ბიზნეს დილებისკენ იყოს ეს ყველაფერი მიმართული, ისე პრეზენტაციისკენ, ცნობადობის ამაღლებისკენ და ასე შემდეგ. მაგრამ სრული შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მოგვარებადი. რასაკვირველია. კი ბატონო და შემდეგი benefit talks-ის გეგმები როგორია, როდის გაიმართება და რა იქნება ის განსხვავებული, თქვათ, რასაც ფესტავალსაც კომპანიებს. შემდეგი benefit talks-ი უკვე ინტეგრირდება 1 აგვისტოს ბათუმში, შეერატონში, Mercedes-Benz-ის დახურულ ბიზნეს ღონისძიებაზე, რომელსაც ტრადიციულად ჩვენ მართავდა უკვე მე-6-ად მასპინძლობთ ამ ღონისძიებას. ეს არის ღონისძიება, სადაც იკრიბება წამყვანი ბიზნესების ტოპ მენეჯმენტი, დამფუძნებლები და არის ნეტვორკინგი არაფორმალურ გარემოში. Mercedes-Benz-ის ბათუმია და დიდად არ ხდება ოფიციალური გარემო, შესაბამისად არაოფიციალურ გარემოშიც ძალიან საინტერესო ნეტვორკინგი შეუძლიათ გქონდეთ ჩვენს სტუმრებს. შესაბამისად უკვე ვემზადებით ზაფხულისთვის და ბათუმისთვის. კი ბატონო, განმეორებითობა ბიზნესების მონაწილეობის ალბათ არის გარდაუვალი, ხომ? როცა ერთხელ ჩაერთვებიან, ისინი შემდეგ მუდმივად არიან ხოლმე ჩართული. ამ ძალიან საინტერესო პლატფორმაზე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რა თქმა უნდა, წარმატებები ბათუმში, ზაფხულში თქვენ და ყველა იმ კომპანიას, რომელიც იქნება ჩართული, გისურვებთ წარმატებას და სიახლეების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, ჩვენ გელოდებით ჩვენთან. მადლობა თქვენ.